მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან ბევრ საქმეს ეხდება ფარდა იმ საქმეებს, რომლებზეც სამწუხაროდ არადა არ იქნა რომ რაღაც გარკვეული წერტილი დასმოდა და სამართლელს ეზეიმა. პრინციპში ყველამ კარგად ვიცოდით კიდევაც, მაგრამ სამართლიანობის ადგენა გარკვეულ საქმეებზე იგვიანებდა. მე ძალიან მაინტერესებს ახლა რა დამოკიდებულება ექნება აი ამ საქმესთან დაკავშირებით იმ ადამიანებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ ზვიად გამსახურდიას მომხრეებად და ნაცმოძრაობის გვერდით განან. როდესაც საეგერ პროკურატურამ დაადგინა ცოტნე გამსახურდიას წამება ფაქტიურად აი იმ პერიოდში, როდესაც ის იმყოფებოდა საპატიმროში, აი ამ საქმეზე გარკვეულწილად უკვე გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგამ კურნალიძეს და ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ბრალდება წარუდგინა. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა საკუთარი ადვოკატების დახმარებით სასჯელ აღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, რის გამოც სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელების მიერ უკანონოდ შეიზღუდა წერილების მიღება და გაგზავნა სატელეფონო კომუნიკაცია. გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის 7 ივნის გაგამ კურნალიძემ კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოს და ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა წამების ფაქტებზე. ეხლა რა მაინტერესებს, იცი, აი ის ხალხი, რომლებიც ზვიად გამსახურდიას იმებს ფოტოებს აფრიალებთ და ერთი ის ცეცხლაძე რო არის, ზვიად ცეცხლაძე და რო გამოდის მეო ჩემ შვილსო ზვიად გამსახურდიას საპატივცემულოდ დავარქვიო, ზვიადი სახელიო და ისიც კიდე იქ რა ქვია საპატიმროდან ისე იღიმის და ისე იმაშვება, თითქოს რამე მართლაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოეტანოს ჩვენი ქვეყნისთვის და კაცი იმას ამბობდა, როგორ ესე იგი მოლოტოვის კოქტეილებით შევარდნილიყვნენ პარლამენტში და როგორ ესე იგი შტურმით აეღოთ პარლამენტი. აი ხა მაინტერესებს გეკითხებით თქვენ ზვიად გამსახურდიას შვილს აწამებდა ეს ნაძირალა სააკაშვილი. ზვიად გამსახურდიას დიქტატორს უწოდებდა, როდესაც მაშინ უცხოეთში იყო. აი რა ნამუსით გეხართ ეხლა თქვენ? განსაკუთრებით მე მინდა რეგიონებში ცხოვრებ ადამიანებს მივმართო რა. ეს სანდრა რო წაუმღერებს, ჩონგურო ჩემო და რაღაცაო და თვალზე ცრემლი რო წამოგივათ. ეხლა გასაგებია რომ სააკაშვილის სურათები არ ფრიალებს ეხლა იქ იმაში მიტინგებზე, მაგრამ ფაქტი არის რომ ეს ნაც ანასხლეტებით განან ეხლა ამ რუსთაველზე. შეიძლება პირდაპირ სააკაშვილის მომხრეება თავს არ უწოდებენ თავებს, მაგრამ მისი იდეების ერთგულები არიან. და ეს კაცი აწამებდა ზვიად გამსახურდიაშვილს, თავად ზვიად გამსახურდიას დიქტატორს უწოდებდა, ეს ზვიადისტების რაღაც გარკვეული ნაწილი დღეს იდგანან. აი ეს არის სამარცხვინო და ეს ხალხიც არიან სამარცხვინოები, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რაღაცა ზვიად გამსახურდიას სახელს ახსენებდნენ და პიდარასტების გვერდით იდგე, კაცო. შეიძლება ეგეთი რაღაცა. ამისთვის იბრძოდნენ მაშინ ის ეროვნული მოძრაობის ლიდერები, რომ პიდარასტები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში? გეი აქტივისტები, ნაძირლები? და აი დაფიქრება არის საჭირო ეხლა ეს რომ ეხლა ცოტნე გამსახურდიას რო აწამებდნენ ციხეში რა ჩვენ არ ვიცი თუ რა, მაგრამ ეს უბრალოდ ეხლა აქ გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა უკვე სასამართლოს მხრიდან დაგვიანებით, მაგრამ მაინც. ამიტომ მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რა. აი საქართველო უკვე იქცა ერთ დიდ ფსიქიატრიულ ქვეყნად, სადაც აი ყველაფერი არის ამოტრიალებული. ესე იგი მამის დამჭრელ უკანალში ადამიანს ევროკავშირი აცხადებს გმირად, კრიმინალებს გვიცხადებენ, ესე იგი სამშობლოსათვის ერთგულ ადამიანებად, ქალმა პოლიციას სახეში უთავაზა და მთელი ევროპარლამენტი ამ ქალის სურათებით დარბის. აი გეუბნებით რა, ერთი დიდი კლინიკა არის რა. და ამას არანაირად არ უშველის არც ფსიქიატრები, ამათ არაფერი აღარ უშველს. აი როგორც ცოფიან ძაღლს
არაფერი არ ეშველება, ისე არ ეშველება ამათ. ესენი არის გაცოფებული არსებები. დღეს ჩვენ ამ თემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი. მოგესალმებით ბატონო სოსო. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ დიტოს, მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, საღამო მშვიდობის. ბატონი დიტო ჩუბინიძე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა, მივესალმები ტელეკომპანია სეზონის ერთ. აი თქვენ ბატონო დიტო, მოდით აი ამ თემით დავიწყოთ. სოსაც დიდი პატივისცემით მივესალმები, რა თქმა უნდა. თქვენ გამოეცით წიგნი რამდენიმე ხნის წინ და მინდა რომ აი ეს შეფასება გავაკეთოთ აი ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს რა ფენომენია ასეთი, რომ აი ხალხი თავს მიიჩნევს გამსახურდიას იდეის ერთგულებად და ვინც მის ოჯახს, მას პრობლემებს უქმნიდა და როცა სიტყვაზე ეს იყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, მაშინ ვიცოდით, რომ აი იდევნებოდა ეს ოჯახი. და აწამებდნენ ადამიანს. აი რა შეფასებას გავუკეთებთ? კიდევ ერთხელ მოვესალმები ჩვენ ძვირფას ერთგულ ტელემაყურებელს, მთელი საქართველოს და რა თქმა უნდა, ეხლა ამას არ წიგნის გამოცემა უნდა, აქ ელემენტარული აზროვნება და სინდის ნამუსია კიდე საჭირო რა. ელემენტარული სინდის ნამუსია საჭირო. ეს არის უბედურება, რომ ესე იგი სამწუხაროდ და საუბედუროდ საქართველოს პირველი პრეზიდენტის წამებული კაცის, საქართველოსთვის შეწირული კაცის სახელს და დროშას დღეს ამოფარებული არიან ის ადამიანები, უბრალოდ ის გამყიდველები, რომლებმაც კაცმა არ იცის ვიადის დროს რა უბედურებებში აქვს მაგათ ხელი გარეული და რა ღალატი აქვს კიდე ჩადენილი, თორე წარმოუდგენელია, რომ კაც, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მთელი ქვეყანა გვერდში ედგა, წარმოუდგენელია, რომ თუ არა შიდა ღალატი და შიდა გამცემლები და შიდა აი ესე იგი დაპირისპირება და აი ესეთი რო იტყვიან ესე იგი მუცელზე მფორთხავნი, აი ამ კაცის ტრაგიკული აღსასრული მომსწრენი ყოფილიყავით ჩვენ და მას ასე ტრაგიკულად დაესრულებინა თავისი სიცოცხლე. აი ეს თუ არა ეს მედროვეები, თუ არა ეს გარეწრები, მე პირდაპირ ვაცხადებ ამას. ზვიად გამსახურდია, ეხლა ცოცხალი იქნებოდა ძვირფასო მეგობრებო. მაგრამ ამ ხალხს ზვიად გამსახურდია კი არ უყვარდა და საქართველო კი არ უყვარდა ამ მედროვეებს. ამათ უყვარდა თავიანთი თავი საქართველოში. მერაბ კოსტავოს ცნობილი სიტყვების გარკვეულწილ რაღაცნაირად პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ ჩვენა. მერაბი ცნობილი სიტყვებია გვიყვარდეს ეროვნული მოძრაობა და არა ჩვენი თავი ეროვნულ მოძრაობაშიო და ამათ უყვარდათ თავიანთი თავი ეროვნულ მოძრაობაში და საქართველოში და არა საქართველოს ეროვნული მოძრაობა ან საქართველო და ან საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ესენი არიან ფულზე გაყიდულები. ეხლა რა აზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. ესენი არიან პატარ-პატარა ნუგზარ მოლოდინაშვილები. ნუგზარ მოლოდინაშვილი ხო გახსოვთ? ხო გახსოვთ ნუგზარ მოლოდინაშვილი ვინ იყო? ნუგზარ მოლოდინაშვილი გახდათ ერთი ჩვეულებრივი კაცი, სხვათა შორის ნიჭიერი კაცი, რომელსაც ძალიან მაღალი პოსტი ეჭირა საქართველოს დამოუკიდებელ საქართველოს პარლამენტში, უზენაეს საბჭოში, მაგრამ შემდეგ გადავიდა შევარდნაძის ბანაკში და აღმოჩნდა იმ საპარლამენტო სიაში, რომელსაც სათავეში ედგა ირინა სარიშვილი ჭანტურია. და ირინა სარიშვილთან ერთად ატარებდა ბრიფინგებს. აი აქამდე დავიდნენ, აქამდე მივიდნენ. აი ასე ნელ-ნელა მივიდნენ აქამდე. და აი ეს ხალხი, ეხლა თქვენ ვისაც ბრძანებთ და ვისაც გულისხმობთ ბატონ ნიკოლოზ. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს უწოდებენ თავიანთ თავს, ამაყობენ იმით, რომ თითქოს ისინი არიან ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლები და არიან ამავდროულად მიშისტები. და სინამდვილეში ესენი არიან გაყიდული მოღალატეები, ფულზე გაყიდული მოღალატეები, რომლებიც სააკაშვილმა გადაიბირა, იყიდა თანამდებობებით. მაგალითად, ნუგზარ ციკლაური იმით იყიდა, რომ სკოლა გაახსნებინა, უზარმაზარი შენობა მისცა. და ესე ჩამოურიგა რა. ყველას რაღაცა მიუგდო. ზოგს სახრავი ძვალი მიუგდო, ზოგს უზალთუნი გადაუგდო. ზოგს რაღაცა იმაში გეი კლუბში დააწყებინა მუშაობა. და აი ესე შეიწყიდა ესენი ეს გარეწრები ესენი და ეხლა ესენი ზვიადის სახელს როგორ ახსენებს ზვიადი ძიგური როგორ ახსენებს ზვიად გამსახურდიას სახელს ვის გვერდით გახარ და სადგას გვარამია კონჩიტას გვერდით
სამარცხვინო მთელი თავის წარსულს გადაუსვა ხაზი ყველაფერს რაც აწამეს ციხეში რაც უბედურება გადაატანინეს ყველაფერს გადაუსვა ხაზი მიაფურთხა თავის წარსულს პირდაპირ მნიშვნელობით და ესე იგი დადგა ამ გეი აგენტურის და LGBT პროპაგანდისტების გვერდით სამარცხვინო რა მეტი რა ვთქვათ ახლა მე არ მინდა კიდე იქ სხვებიც არიან რა არ მინდა სხვებიც არიან იმ ხალხის გვერდით აი ეს საწოდა ეს ბავშვი რო არის რა ეს პავლენიშვილი რო არის რა ბიჭო რაღაცა მაინც წაიკითხე შვილო რაღაცა მაინც გაიგე კაცო რაღაც არაფერია ესე იგი ერთ ქართულ ფილმში რო არის ნუ თუ თქვენთვისო წმინდა აღარაფერი დარჩაო წმინდა აღარაფერი დარჩა თქვენში კაცო ანის რო ავიღოთ ეს გუბა სანიკიძის ბავშვი რო არის შვილი რა ლევან სანიკიძე ჯერ ერთი ის ურჩევნია მამასა რომ შვილის ჯობდეს მამულსა რომ შვილის ჯობდეს მამასო და ესე იგი მე არ ვიცი რა აქ მე მგონი უკუღმა არის ამ სანიკიძეებთან მიმართებაში ეს ყველაფერი ამან გაასწრო თავის მამას აი ყველაფერ უბედურებაში რა ისეთ რაღაცებს იძახის ეს ბავშვი და არც აყავს პატრონი ვინმე ჭკუის დამრიგებელი რომ რაღაცა ალიკაპი ამოსდოს და გააჩეროს ეს ბავშვი და გუბას თუ რაიმე შეგჭა რაღაცა წმინდა და ადამიანური გააჩერე ეგ ბავშვი შვილი გეღუპება თვალსა და ხელშუა მე გული შემტკივა კაცო ის ნიჭიერი ბიჭია და ღუპავ მაგ ახლა რა გუბაზე აი ძალიან კარგი ეხა ფრაგმენტი მაგ გუბას სანიკიძის და მის შვილსაც ეხება ეს პირდაპირ აი რასაც ქვია დააჯდება ეს ვიდეო თქვენ განცხადებას აი უყურეთ ეხა მოусმინოთ იმიტომ რომ პატრონი არ აყავს აი ეს არის შეხვედრები როდესაც იმართებოდა და ეს დარბოდა ქართული ოცნების მხარდამჭერებთან ერთად ნახეთ ეხა მოусმინოთ ვიცოდით ყველა რომ ციხეებში ძალიან ცუდად იყო საქმე მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა საქმე ნამდვილად მე პირადად არ მოველოდი სრული პასუხისგებლობით ვაცხადე არც ბოლშევიკების და არც ფაშისტების რეპრესიული მანქანა ამას არ ითვალისწინებდა. იქ ადამიანებს კრემატორიუმებში კლავდნენ, ციმბირში ყინავდნენ, მაგრამ ამას ისენიც კი არ შებოდნენ. მე მაინტერესებს დღეის ამას იქეთ, ვინ ჩაიცმევს 5 ნომრით მაისურს და დღეის ამას იქეთ მაინტერესებს ვინ მიცემს ნაცმოძრაობას ხმას. ყველანი ამ დანაშაულის თანამონაწილე ესე იგი კაცმა თქვა ამის მერეო, აი ამ წამებების მერეო, ვინცო ნაცმოძრაობის მაისურს ჩაიცმევსო, თანამ მოზიარე ხდება იმ დანაშაულებსო. ბიჭო, შეშვილს რატო ჩააცვი ეს მაისური? ესე იგი, აი ზუსტად ესე იგი თავისი შვილზე ზედგამოჭრილია, იმიტომ რომ შვილი მიიყვანა, იმისი არ იყოს მონანიებაში რო არის. ეშმაკს ახელი ახსარებაზეო. ესე იგი, აი ახლა აი ამ სიტყვების დემონსტრირება რო წარმოადგენენ, არ აქვს ხვენია მართლა? აი გობივით რო გააქვს ეგ თავი იმაზე რა კისერზე კაცი იძახთი რომ ამის მერეო სააკაშვილსო ვინც კი დაუდგება გვერდშიო ისო არისო თანამოზიარეო იმ დანაშაულებებისთან ეს შეშვის არ ეხება ეხა ნაცმოძრაობაში რომ არის დასაქმებული ჯალალედის რო ეძახთი სააკაშვილს და დღეს რო სააკაშვილის პარტიაში შვილი გაუშვი მე არ ვიცი ადამიანები შვილებს იფარავენ ყოველგვარი განსაცდელისაგან და ამან ადგა და თავისი შვილი მიიყვანა და დაღუპა და რა ვიცი მე გაწირა ფაქტიურად რა ადრე ხალხი შვილს სამშობლოსთვის წირავდა და ეს საკუთარი ფულისთვის წირავს ეხა უნდა რომ ვინაიდან მილიონი ვერ იშოვა ეხა იქნება ამ ბავშვით მაინც ვიშოვო მილიონიო რა ეს მე არ ვიცი რა უბედურება ესეთი რაღაცა რომ თვითონ თავისივე სიტყვების მაინც არაცხვენია დღეს რომ ისტორიაზე ლაპარაკობს აი ეს არის მცირე ისტორია დღეს გამოდის იქ იმ გასტუკიან ვირთხასთან იმ თარგამაძესთან ერთად და ისტორიაზე გველაპარაკება ბატონოსო ჩვენ და ეს ისტორია დაავიწყდა ეს რა არის ახლა რამდენიმე წლის წინანდელი გამოსვლა არის ეს ისტორია არავის არ ახსენდება მე მგონი მადლობთ ბატონო ნიკოლოს სიტყვა რომ მომეცით ძვირფასო ტელემაყურებლებო სასწაული უბედურება ხდება ამ ოჯახის თავს რასაც ქვია გუბას სანიკიძის ოჯახი გარდაცვლილი ლევან სანიკიძის ოჯახი რასაც ქვია ნუ ესე იგი იმ ბავშვმა ალბათ კიდე არ იცის ალბათ არ მოსწრებია და გადმოცემით იცის რაც ხდებოდა მიშა სააკაშვილის დროს
წამება, გაუპატიურება, ადამიანების მოკვდინება უბრალოდ, აი დღეს უსმენდი ერთ-ერთ გუშინ უსმენდი უпроსორად ერთ-ერთი აკადემიკოსი ქალბატონი გამოვიდა უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი და მოყვა უნივერსიტეტიდან განთავისუფლებული მხცოვანი მეცნიერები როგორ იღუპებოდნენ, როგორ ყვდებოდნენ ინფარქტებით და ინსულტებით სამსახურიდან გაგდების შემდეგ. ეს განთავისუფლება კი არა, გაგდება იყო და მე იქ ვესწრებოდი და გუბაზი ესწრებოდა იქ. გუბაზი იყო იქ და ტრიალებდა იქ და ძალიან კარგად იცის რა ხდებოდა. და არ ვიცი, კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ზოგ ოჯახში ესე ხდება, რომ შვილები აჩერებენ ხოლმე მამებს, აი, მამა რომ მეტისმეც იზავს ხოლმე, შვილები აჩერებენ და ეუბნებიან, მამა ამას რატო აკეთებდა? ეს ამისი შვილი ვინ დაიბადა ლევან სანიკიძის სახელით. აი მის ბაბუის დიდი შემარცხვენელი ადამიანი. რეებს კადრულობენ ეს მამაშვილი, რეებს აკეთებენ. არ ვიცი ან ეს მილიონი რით ვერ იშოვეს ბოლოს და ბოლოს. მიეცით რა ეს ხაზარაძეები და ჯაფარიძეები და გაგსუებული მილიონრები და მილიარდერები რო ხართ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. მიეცით ეს მილიონი და დაამთავრეთ რა. იქნება ეხლა მაინც გაჩერდეს. მაყუთი უნდა ვიშოვო რო იძახდა. მილიონერი უნდა გავხდეო. მიეცით და გააჩერეთ რა. არ ვიცი, საკუთარ თავს იღუპავს ეს მამა შვილი. განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ბავშვი. ნუ არ ვიცი, მე ახალგაზრდები უფრო მეწოდებიან, ვიდრე აი იგივე ზვიად ძიძიგური ახსენა, ბატონმა დიტომ აქა და ისეთი ადამიანები ახსენა, ვინც მართლა ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას გვერდით იდგნენ და მართლა ეროვნულ მოძრაობასთან ასოცირდებოდნენ და დღეს ვისთან ასოცირდებიან ეს ადამიანები? მე მინდა დავესესხო მიხეილ სააკაშვილს, როდესაც გუბას სანიკიძემ ჩააკითხა უკრაინაში, გამოვიდა და თქვა, ვინ მოიფიქრებდაო ხალხო, ვინ მოიფიქრებდაო, რომ გუბას სანიკიძე ჩამოვიდოდა ჩემთანო. თვითონ სააკაშვილი იყო გაოგნებული. ვიცი ახლა სააკაშვილი მოსყიდვების დიდოსტატია. მე ლეიბორისტულ პარტიაში რო ვიყავი, თბილისის საკრებულოში 15 კაცი გავედით, 9 კაცი მოისყიდა და გადაიყვანა. 9 კაცი მოისყიდა. ხო ვიცი, 20-20,000 დაურიგა და 20,000-ებად სამწუხაროდ ის ადამიანები გადაბარგდნენ ნაცმოძრაობაში. მაგრამ დიდოსტატია მოსყიდვის, მაგრამ ესე იგი თვითონაც გაოგნებული იყო, რომ გუბაზი როგორ გადმოვიდა ჩემ ხარეზეო. ნუ არ ვიცი, მე ამ ადამიანების ბედის ნამდვილად არ მშურს. მე გულისხმობ ზვიად გამსახურდიას ყოფილ მომხრეებს, რომლებიც გადავიდნენ და ვის გვერდით დადგნენ ხალხო? დადგნენ სააკაშვილის გვერდით, რომელიც გამოგზავნა საქართველოში კერ კირკორიანმა, ამერიკის სომხური ლობის თავმჯდომარემ სპეციალური დავალებით, რომ საქართველო გაენადგურებინა. და ბრწყინვალედ შეასრულა სააკაშვილმა ეს დავალება, გაანადგურა საქართველო. აღიარებინა რუსეთს, აფხაზეთი, აღიარებინა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და ხურდაში მიაყოლა ახალგორი, ქვების გროვა არისო და მიაყოლა კიდე ზემო აფხაზეთად წოდებული, მის მიერ წოდებული კოდორის ხევა. კი ბატონო, აი ხა ეს ეხა ჩვენ დავიწყეთ, რომ აი გამსახურდიას წამების ფაქტიზით დავიწყეთ ჩვენ საუბარი და ესე იგი ეს ადამიანები მათთვის უცხო იყო ეს წამება, გულთან არ მიქონდათ და ეხლა მაგალითად ეს ზურაგირჩი ჯაფარიძე იძახდა რომ მე ვიცოდიო ეგო ამ რა ხდებოდაო და ნუ რა ამეკნაო. ეხლა აი ჩვენ ყოველდღიურად მიდის ამ კომისიის ხდომები, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხდომები, ხო? და ესე იგი გებულობთ ისეთ შემზარავ ამბებს და ესე იგი ეს რეჟიმის ჯამბაზები, ეს ნაც ანასხლეტები, ეხლა ბევრი გამოდის, აი მე მაგ დროს არაფერი არ ვიყო. რა მნიშვნელობა აქვს? აი მე გუბას ერთ რამეში ვეთანხმები, იმ საკითხში ვეთანხმები, რომ თუ შენ ნაცმოძრაობის იდეების გამგზელებელი ხარ, შენ უკვე ხარ იმ დანაშაულებების თანამოძიარე. როგორც თვითონ. ხო, იმიტომ რომ შენ ფაქტობრივად უკვე ხელს აწერ რომ იმ დანაშაულებში მიგიწვის. რა მნიშვნელობა აქვს რომ იმ დროს არ იყავ? აი ეს ჯამბაზი, ხაბეიშვილი, რომელიც ნაცმოძრაობის წევრია. უსმენთ ეხა მაგალითად ქალბატონები მძიმე ისტორიებით გამოდიან და ნახეთ რა კომენტარს აკეთებს ეს არარაო. აი ვიღაცა ტიპები ხო შედან. ხო. და ლაპარაკობენ რა.
ბიზნესი წამართვეს. ხამის 3 საათზე ჩემთან მოვიდა და დამიფორმა. მერე პროკურატურაში დამიბარეს, პროკურორმა მაწამა შავ ოთახში. მერე მოსამართლე, ან მართლა თემას ყვება რომ გინდა რომ ადამიანს უბრალოდ ბოლოს სად ვიჭედები, იცი? მართლა ვიჭედები სად? აი ეს ტიპი ვინც მოვიდა შენთან, ხო? ფინანსურის ვიღაცა, ვინც გაშინებდა. ეხლა თანამდებობას. და მე პროკურორი დაწინაურებული კი არა და ვაფშე სად არის ეგ ხალხი? არის პროკურორი რომელმაც იჭერენ ჩემ მეუღლეს, მე ვარ მეხუთე შვილზე 4 თვის ორსული. მიბარებენ პოლიციაში საბურთალოზე და მეუბნევიან, რომ რა ქონება დაგრჩათ, რამდენი შეგიძლიათ, რომ თანხა მოიტანოთ. ჩემი პასუხი არის, რომ აღარ გვაქვს ჩვენ ქონება, გვაქვს სახლი, რომელიც ისიც მევახშეებთან არის ჩადებული, არანაირი საშუალება არ გვაქვს, არანაირი ქონება არ გვაქვს. ვის ოთახშიდაც ვიჯექი, აღებს უჯრას და მიდებს წინ ჩემი შვილების ტყუპების გიორგი და ზუკა გურგენიძეების ფოტოებს, რომლებიც იყვნენ მაშინ 19 წლის და მეუბნევიან, რომ აი ეს გიორგი და ზუკა გურგენიძეები ხომ თქვენი შვილები არიან. ნუ იქ სიმართლე გითხრათ, გავფუჭდი აბსოლუტურად. გამოვედი მდგომარეობიდან და პირველი სიტყვა რაც იყო, უთხარი, რომ ყველაფერს გავყიდი, რაც გამაჩნია. აი მე ძალიან მინდოდა ამ სკამზე ჯდომა იმისთვის, რომ ეს კითხვა დამესვა იმ თავრობაში მოღვაწე ადამიანებისთვის, თუ არიან მათი შვილები. იმის ღირსი, რომ დაემთავრებინათ ის ინსტიტუტები, დღეს იყვნენ წარმატებულები და მუშაობდნენ. ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში. რატო არ იყვნენ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი ამის ღირსი? ახლა დღეს აი ეს არარაობები ფლობენ ბიზნესებს მაშინდელი აი ამ აფიორების შედეგად და აი ეს ადამიანი რომელიც გამოდის ამაზე იძახის ხაბეიშვილი რომ აი ვითომ ეს ყოფილა რაღაცა ცირკის სანახაობა რა საცირკო სანახაობა თვითონ ესე იგი ციხეზე რამდენიმე რო შევიდა იქიდან გამოვიდა იმ ბახმაროსზე ყოფილიყოს თითქოს ისეთი იერსახით და დიდი ხნითაც არავინ არ შედის იქ რა ვიცი მე ეს ციხია თუ სანატორიუმი ვეღარ გავიგე კიდე და ხალხს აწამებდნენ ქონებებს ართმევდნენ და დღეს დასცინიან ამ ხალხს ეს მითქვე ეგ ბაჩუ ახალაია ეს მწამებელი ციხიდან რო გამოვიდა ესე 3 კაცი აწვებოდა რომ გამოიყვანა ციხიდან ესე იგი ესე იგი იმასავით იყო რა ის ბუღაკამეჩივით იყო რა და სააკაშვილი როგორი მოსუქებულია ხო და აი გეუბნები ბაჩუ ახალაია 3 კაცი აწვებოდა რომ ესე იგი ძლივს გამოიყვანეს ციხიდან კარებში ძლივს გამოეტია čo გეუბნებით რა ეხლა თქვენ ნახეთ ბატონო ნიკოლოზ საქმეს ისეთი პირი უჩანს რომ კეზერაშვილს ან დაიჭერენ და ჩამოათრევენ ბანდეროლში გახვეულს ან და შეიძლება იქ გაასუხარონ რო იტყვიან რა უცხოეთში არ არის გამორიცხული იმიტომ რომ მას აქვს ძალიან სერიოზული ვალდებულებები მას უნდა მოეხდინა საქართველოში სამხედრო გადატრიალება სისხლიანი ის აფინანსებდა თლიანად თავისი ცოლის ძმა ის დიმიტრი ჩიკოვანია თუ დიმიტრი გელოვანი არ ვიცი რა გვარია ის კაცი აი ის იყო ფულების დამრიგებელი ის ურიგებდა აი ამ გველის წიწილებს ფულებს რუსთაველზე რომ ისროდნენ იმ უბედურებებს და ცეცხლს და წუნწუმას რომ თლიანად მიქონდა მთელი ეს ჩვენი საბედნიეროდ ეხლა აი ამ ვაშკაცს ეგრეთ წოდებულ ვაშკაცს წერები რო აქვს მოშვებული კეზერაშვილს აღებული აქვს ვალდებულებები სერიოზული ვალდებულებები აქვს აღებული ის დიპსტეიტი ახლა ეს სულელები კი ეძებენ რაღაცა ლოგინის ქვეშ მაგრამ ის დიპსტეიტი არსებობს რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის და ვერ ამარცხებს სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ამარცხებს მაგრამ დაამარცხებს და დიპსტეიტის ერთ-ერთი ნაწიბური აგენტი არის სწორედ აი ეს წეროსანი კეზერაშვილი ცნობილი ნარკომანი ცნობილი ნარკობარიგა გადამყიდველი და რა ვიცი ათასნაირი უბედურებაში გარეული და გადაგდებული ამიტომ მე იმის თქმა მინდა ახლა რომ ესენი რა თქმა უნდა არიან ცინიკოსები კომპრაჩიკოსები არიან ესენი ვიქტორ ჰიუგო თავის გენიალურ ნაწარმოებში რომელსაც ქვია კაცი რომელიც იცინის და ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს თუ
თუმცა ეს არ არის ბავშვობაში წასაკითხი წიგნი, ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, იქ აღწერს კომპრაჩიკოსებს, რომლებიც ადამიანებს ფიზიკურად ამახინჯებდნენ. და ესენი სულიერად ამახინჯებდნენ სულიერადაც და ფიზიკურადაც. ხო და ესე იგი ეს გარეწარი ხაბეიშვილი არის კომპრაჩიკოსი. და ერთხელ მაგას რაც დაემართა ის სპეცრაზმა, მე არავის არ უსურვებ, იქ რო შევარდა, ვაშკაცურად რო შევარდა იქა და მე გვამი რო გამოათრიეს იქიდან. და კიდე შევარდები შენ ლევანი იქ. კი ბატონო. ეხლა მე ბატონი სოსო არის უამრავი აქციის და მიტინგის მონაწილე, სადაც ზუსტადაც ჩვენც ერთობლივად რა თქმა უნდა ვიყავით იქ და რამდენი აქციაზე მიტინგები რო ტარდებოდა, მსხვერპლი დასრულებულა 26 მაისი, 7 ნოემბერი, ყველა თითქმის რაღაცა გარკვეული გამოსვლა ტარდებოდა სააკაშვილის მიერ რაღაცა არნახული რეპრესიები. დღეს გამოდიან, თავზე გვამხობენ, გვაგინებენ პოლიციელებსაც, ყველასაც და მე ლაპარაკობს დასავლეთი რომ თურმე დემოკრატიის პრინციპები იღებდა და მასში ხმას არ იღებდნენ მართლა რომ დემოკრატიის პრინციპები იღებდნენ. არა, მასში ხმას როგორ არ იღებდნენ ბატონო ნიკოლოზ, მაშინ ამბობდნენ რომ დემოკრატიის შუქურა არისო, სააკაშვილიო და აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონს უწოდებდნენ. ეხლა ალბათ ჯორჯ ვაშინგტონი საფლავში ტრიალებდა, როდესაც სააკაშვილს ადარებდნენ, ეხლა ყველა და ჯორჯ ვაშინგტონი სააკაშვილს შეადარო, ეს კატარო ლომს შეადარო, კიდე კატა უფრო გავს ლომს, ვიდრე სააკაშვილი ჯორჯ ვაშინგტონს, მაგრამ დიდი რამბებით ამკობდნენ, გავიხსენოთ, ეხლა ახალგაზრდებს არ ახსოვთ, ძვირფასო მეგობრებო, გავიხსენოთ, მზია ბებიასთან ერთად რო ჩავიდა ევროპარლამენტში სააკაშვილი. ესე იგი, ფეხზე წამოდგა 500-მდე თუ 700-მდე პარლამენტარი და ოვაციით შეხვდა სააკაშვილს და მზია ბებიას. და მზია ბებია კაი ქალი იყო, ეხლა მე ვიცნობდი და ბაბუამისი გივი ალასანია ჩემი პრორექტორი იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დამთავრებული. კარგი ხალხი იყვნენ ბებია და ბაბუა რასვერში, მაგრამ მე იაპონიაში ჩაიყვანა მზია ბებია და იმპერატორს შეახვედრა. და იმპერატორმა ისე მიიღო სააკაშვილი და ბებია, როგორც მეორე ქვეყნის იმპერატორი. და ამ დროს, როდესაც ეს ოვაციები და დითირამბები იქმნებოდა სააკაშვილის და მისი მეუღლის და მისი ოჯახის წევრების მისამართით, ციხეში აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ასკოჩილებს, მიცვალებულებზე ასკოჩებდნენ. ახლა მე 1-2 წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რომ მიცვალებულზე რომ იმასკოჩონ, მე ალბათ 15 წუთში სულს განუტევებ. ეხლა წარმოიდგინეთ ის ადამიანები, როგორი სულიერად დამახინჯებულები გამოვიდნენ იქიდან, მიცვალებულებთან 48 საათი ნისკოჩილები რო იყვნენ და ტუალეტში გასვლის უფლებაც კი არ ქონდათ. და ხმას არ იღებდნენო, ხმას როგორ არ იღებდნენ? თუ ხმის ამოღება არის, ეხლა იღებენ ელჩები და პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები ეხლა იღებენ ხმას. წარმოიდგინეთ საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ცოლმა მიტყიპა მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორი დემარში მოაწყო და როგორ ილანძღება ჩვენი ხელისუფლების მისამართით, რომ დემოკრატიის უკუსვლა თურმე. და საფრანგეთში რაც აქ ხდება მიტინგებზე, საფრანგეთში რაც ხდება, ის არის მოგონილი, რაც საქართველოში ხდება. ძაღლებს უსევენ ის წითელ ჟილეტიანები რო იყვნენ. ეხლა თქვენ ევროპაზე და ევროპაში გარკვეულ განცხადებებზე ისაუბრეთ და ესე იგი ევროპარლამენტში გამობძანდნენ ჩვენი წარმომადგენლები, ეს ლაშა ბუღაძე, ეს ყორშია, კიდე ვიღაც ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის წარმომადგენლები და ყველაზე სასაცილო რა იყო იცი? ხალხი რო კითხო ამ ესე იგი დასავლეთში ყველა დღე არის და ესე იგი თითქოს ამ ცივილიზაციის ნაწილები არიან და ჩვენ დაგვცინიან თქვენ ბნელებო და თქვენ დალოცვილებო თუ არ იცით ეს ინგლისურად მაინც ვლაპარაკობთ, სირცხვილია უბრალოდ. ლაშა ბუღაძეს მოусმინეთ ერთი და მე გამოვიტან დასვლის. Europe is our hope and our destiny. But at the same time, we have set this belief as the West did not punish Putin's neo-fascist, neo-Stalinist regime for years. Putin attacked Georgia in 2008.
In 2014, Putin attacked Ukraine, annexed Crimea, and again, he got away with it. I hope today everyone finally understands that Putin will not stop with Georgia and Ukraine. Europe, show your strength, defend your ideals. Putin must be defeated, and all his satellites in my country must be punished. ეხლა მე გამახსენდა მე გამახსენდა ცნობილი ფილმი მე ბებია ილიკო და ილარიონი და აი ეს ეხლა აი მოყურეთ რუსული სწავლათ რა უნდა ბიჭო თელი რუსეთი რუსულად აბარაკობს შენ აღმერთი გიწყვება თელი ინგლისურად ლაპარაკობს რა პერიფრაზირება შეიძლება გააკეთო ამაზე თელი ამერიკა შედალოცილო წაკითხulis დაწერილის წაკითხვა თუ არიცი ვინ გზის ქართულად მაინც გამოდიან ენა მაინც გამოყავი რაღაცა გაიგოს იმ ხალხმა ესე იგი არ ვიცი ესენი ყოფ აი ესე იგი თავით მოუჭრეს რა რაიონული მატარაკვეცობა აი ეს არის ამათი დონე მეტი არა აი როგორი ინგლისურიც იცით როგორადაც მეტყველებს ინგლისურად ისეთი მწერალი არის ეგა რა ამას გავუხმა მართლა ეს გამოჩენჩერებული ტვინი რისი მწერალია ეს არის ავადმყოფების ბროდი მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის რა ძვირფასო და ის ყორშია ხო საერთოდ კიდე რა ის მართლა ყროლშია მე მაგას წერილი დაუწერე ბექა ყროლშია ეს არ არის ბექა ყორშია კი არ არის ბექა ყროლშია როგორ უნდა გენდო შენ ადამიანი როდესაც შენი გვარის კაცი ბიზნესმენი ბატონი თემურ ყორშია როგორ აწამა სააკაშვილმა მისი ვაჟი ბატონი ლაშა ყორშია ჩვენი რედაქციის სტუმარი იყო და არაერთი ინტერვიუ მოუწია ჩვენთვის და მისი მეუღლე ქალბატონი სახელი აღარ მაქვს მე მგონი ქეთევან ჯინჭარაძე კაცი როგორ აწამეს ციხეში მოკლეს ყველაფერი წაართვეს მამუკა ხაზარაძე როგორც სააკაშვილის რეჟიმის ფინანსური ჟანდარმი ჩართეს ამ საქმეში კაცი განაკულაკეს გააუბედურეს ნაცემი ნაგვები ნაწამები მოკლეს ციხეში და ეს არის ეხლა ეს გვარი ბატონო სოსო ბატონო ნიკოლოზ ეს არ არის დიდი გვარი და საქართველოს შეხა დარწმუნებული ვარ რომ ეს ყორშიები ერთმანეთს ყველა იცნობენ მაგრამ ეს ისეთი გარეწარია და ეს საყურეებიანი აფერისტი ეს ბექა ყორშია იქ მოუხსნია ევროკავშირში საყურეები და ალბათ იქ უფრო დიდ საყურეებს ჩამოკიდებენ ახლა ბიბილოებზე და ისიც ჩამოვაკა ხო და აი ეს ორი გარეწარი ეხლა ხო გამოჩნდა ესენი ახლა რომ აი ინგლისური ლაშა ბუღაძის მოინგლისური ლაშა ბუღაძე ეს ისეთი ინგლისური სპეციალისტია როგორც ეხლა მე ვარ ისე რა ჩინური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ავტორი სამარცხვინო რა ეს რა უბედურებაა წაკითხვაც არ შეგიძლია ნუ დიქციაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი ახლა მე საერთოდ არ ვიცი ინგლისური და აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეს ენა რა აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეს ენა ხო აბსოლუტურად არ მაინტერესებს რა აბსოლუტურად არ მაინტერესებს ხო ეს ენა რომელიც ვიცი უცხოენა კმარა ის და ის სხვათა შორის ინგლისური ერთ-ერთი გერმანიკული ენა გერმანული მაქვს ხედულობაში მაგრამ ეს არის სასაცილო კი არა სატირალია თავი გვაქვს მოჭრილი მართლა ერთი ეკაბესელია რო გამოვიდა იქ სნეგურაჩკას ფორმაში კიდე ის ევროკავშირში და ინგლისურად რო დაიწყო გუგული მაღრაძემაც კიდე იგივე გააკეთა რაღაცა შალვა ყოველას დაგლიჯა დაუნდიქტეიტე ეს იყო ეპოქალური დიქტეიტეთი ეს საერთოდ სასწაულია ხო და აი ესე იგი აი რას ედებით რას ხლაფორთობთ რას კოწიწობთ, რას ცუდმედიდობთ, თქვენ უბედურებო. ქართული თუ იცით, ილაპარაკეთ ქართულად. დღეს არის ყველანაირი შესაძლებლობები, რომ თქვენი ქართული სიტყვა იქ მიიტანოთ იმ თქვენაირ გამოშტერებულებთან. მაგრამ იქ თქვენ გააქცათ პასუხი მაგ გამოსვლებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა სერიოზულად არ განვიხილავთ თქვენ გამოსვლას, იმიტომ რომ დეგენერატები ხართ. ახლა როგორ შეიძლება ხაბეიშვილზე და ისა რა ქვია ბუღაძეზე და ის ბექა ყროლშიაზე ილაპარაკო სერიოზულად. აქ უბრალოდ პრინციპზეა საუბარი, რომ იმდენად სამარცხვინონი ხართ, ვერ გაგირჩევიათ რა არის კარგი და ცუდი. ვერ გაგირჩევიათ. ეხლა მე არაბული განცხადება შეიძლება არაბული ენის ცოდნება არ რომ დავჯდი ახლა და წავიკითხო. ეხლა მე მინდა ერთი კიდე სინდის ნამუსი არ არის. ეს ლელოს მისტერ პიტკინი გეგელია გამოვიდა ეს გეგელი არის. ხო
გეგელია გამოვიდა. გეორგ ვილჰელმ გეგელი. ხო და ესე იგი გვემუქრება ესა დაგშლით გაგანადგურებთ და არ ვიცი. ერთი რისი და თუ არ გავანგრიეთ შუბლით, არაფერი არ იქნება. ესე იგი შუბლი თუ არ დავანგრიეთ, არაფერი არ გვეშველება. ვისი შუბლის დამგრევია? ვინ არის? არ ვიცი რა. საბავშვო ბაღის ბავშვს რო დაემუქროს ეს გეგელია თუ ვიღაცა იმას არ შეეშინდება, მაგისი ვინ არის? და ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ამათ ინგლისურზე კიდე. მაიმუნს აქვს ესეთი თვისება ძვირფასო ტელემაყურებლებო. აი მაიმუნი რო გალიაში ზის, ადამიანები რომ მიდიან და ათვალიერებენ, ადამიანს ბაძავს და იმდენად სასაცილოა ხოლმე მაიმუნი, რომელიც ადამიანს ბაძავს. აი ესე მაიმუნივით ბაძავენ ინგლისელებს და ამერიკელებს, ვითომ ინგლისური იციან და აი ნახეთ რა მაგრები ვართ ინგლისური. ჯერ ერთი ტუალეტის მწერალი ხარ თუ ვიღაცა ხარ, უბორნიის პოეტი, თქვენ ძალიან კარგი პასუხი გაგცათ იმ პოეტმა ტარელ ჭანტურიამ ერთხელ მაგ უბორნიის მწერლებზე, ეხლა არ ვიტყვი, არ გავიმეორებ მაგ სიტყვებს. ყველა მიცის ეგ ამბავი. ინგლისური მაინც ელემენტარული ინგლისური მაინც ისწავლე რომ მე თავისუფლება მისცე რომ ინგლისური ტექსტი წაიკითხო მაინც თუ ზეპირად ვერ იტყვი წაიკითხო მაინც სამარცხვინოები ხარ თქვენ სულ ყველა არა მე კიდე რა არიცით უნახავმა რა ნახავ ესე იგი ფულით იმდენად არიან უკვე კაი გაზულუქებული ამ გრანტებით ესე იგი რომ ვითომ ეხა ეს ნანუკა წავიდა რაღაც მაღალ ესე იგი სართულიანი კოშკურიდან და იქ ეხას მიირთმევს და ამბობს და ვაიმე მე ხლა მივიდე სასკოშკურიდან ავიდა არ ვიცი სადღაც მაღალ აბუდაბიშია თუ სადღაც არის და ესე იგი გულაობენ გრიალობენ და ეს საწოდავი ხალხი დარბის ბატებივით ამ რუსთაველზე ეს ფემინისტკები ცალკე დარბიან და ესენი კიდე მოდების დემონსტრირებას აღწევენ, აგერ ხა ბაია პატარაები იმდენი ფული იშოვა მოდების კოლექციას გვიჩვენებს აი ეგ რა. I know I've got a big ego. I really don't know why it's such a big deal though. Go down down down. I know აი ეხლა დააგონებული ეს რა უბედურება არ ვიცი ესე იგი ამას ხალი გონია პირველი ლედი ესე იგი აი რა დონეზე ვარ მისულები აია ვის რა თუნდი ხარ გინდა მოკლეკაბა ჩაიცვი და გინდა საერთოდ გაიხადე ვის რა თუნდი ხარ ვის რა ვაიმე არ ვიცი არა მე გეტყვი არა შიფტიკოვდი დაიხურა ესე იგი გამოვიდა ის ვიღაცა დაბაჭბაჭებში და ამით უნდა მე არა ვარ ეგ უეჭველი გუბას ეპრანჭება მე თქვენ გეუბნებით რა ეგ ეპრანჭება გუბას სალიკიძეს რა არ ვიცი ესე იგი ესეთი იმი ამჩატებაო როგორც სიტყვი არა ასეთი ნინუა რო ლაპარაკობს ერე ესეთი ეგეთი ენჯეოშნიცა ქალის ეგეთი ამჩატება ბიჭო არ ვიცი ეს ავად ყოფები არის არ შეგშვენი თქვენ ესეთი არ ვიცი პროკურატურაში სტრატეგიას განსაზღვრავთ ხოლმე და ასეთი ფორმებით თუ დადიხართ იქა გააგიჟებთ ამ პროკურორებს საერთოდ რა ვიცი ეგ ესე იგი ნუ ახლა ნუ ხო ხდებით ახლა ეს ბატონმა სოსომ შესანიშნავად თქვა და იუბორი მას რო იტყვიან არ ეშლება და არც აკლია და უბრალოდ აი სამარცხვინო არის ვიფასო მეგობრებო ეხა ჩვენც ვერ შევიკავეთ აგერ სტუდიაში ხარხარებთ მართლა ესე იგი გეუბნებით რომ ამაზე როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად ეს არის ქართული პოლიტიკა აი ეს ავადმყოფი რო გადაგიწყვეტს ახლა ქვეყანაში რაღაცას და ეს ხალი ეს უბედურება საქართველოსი იყოს ადეიშვილის დროს ერთ-ერთ წამყვანი პოზიცია ეჭირა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და ის რო არის გახარიას ხალი ისა რა ქვია მეზრიშვილი ნათია მეზრიშვილის დაკალია თუ ძმაკაცია თუ რაც არიან ერთმანეთში მოილაპარაკონ გაარკვევენ ეგენი ერთმანეთში რა არიან ესე იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე როცა იყო ნათია მეზრიშვილი ეს ბაბუცა პატარაია თუ ბაია პატარაია თუ ვიღაცა კალთაში ეჯდა კაცო და სელფებს იღებდნენ გეუბნებით რა და ჩვენ აქ გულზე ჯიხს ვიცებდით რომ აი მოვიდა ქართული ოცნების ხელისუფლება და აი თქვენ LGBT აქტივისტებო არ გაგახარებთ და მიწაში ჩაგმარხავთ
თურმე ესენი ერთად დახუნცულობენ და კალთაში უჯდებიან ერთმანეთს და აი ეგ არის რომ გასაც და ბაია პატარაია ერთია და ბაია პატარაიებით სამსია სახელმწიფო სტრუქტურები სამსია განსაკუთრებით სამედიცინო სფეროები აი ეს ქალბატონი როგორ შეიძლება მას უწოდო ის არსება რომელიც რუსთაველზე გაშიშვლდა ჩაცუცქდა და პარლამენტის შენობის ფოტოსურათს დააშარდა ქალმა აღმოჩნდა სამედიცინო პერსონალი მედიცინის მუშაკია კაცო კი ბატონო მუშაობს ერთ-ერთ კლინიკაში ხო და არის ქალი რომ ახლა იმან ვის უნდა უმკურნალოს თავად არის სამკურნალო ძვირფასო მეგობრებო აი ესეთი კატასტროფული სიტუაცია მე მინდა ხელისუფლებას მიმართო გახარია ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანა სახელმწიფო სტრუქტურებში ეხა ბევრი კი გაიცხრილა მაგრამ ბევრი დარჩა ეს ეხება ძალოვან სტრუქტურებს პროკურატურას შსს მეზრიშვილი ყავდა კაცო მოადგილეთ მეზრიშვილი და ის რო იყო კიდე პერსონალური დაცვის ინსპექტორი სამსახურის თოლორდავა რომელიც დღეს თოლორაია თუ არ ვიცი რომელიც ახლა არ ვიცი გამოდის და ბარიკადების მეორე მხარეს არის ხო და არ ვიცი ხალხო აი ეს არის ქართული პოლიტიკა ეს ამორძალები არიან სამსახური გასაუქმებელია არა ფოტოშურის გაუქმს მაგრამ მე აღადგენ არა შეიყვანეს პროკურატურაში ხო და აი პროკურატურა კი უნდა შეიყვანოს უნდა გამოაგდონ საერთოდ და გაუქმო აი ხლა თქვენ ახსენეთ ისო რომ დაშარდაო ის იყო სამედიცინო და აგერ ეს ქალბატონი რომელიც ილანძღება ითათხება ეს არის ალტეს რექტორი აგერ აი ყველაზე რთული ბაზარია საქართველოს ყველაზე რთული ქვეყანა არტისტებისთვის იმიტომ რომ ჩვენ თუ წარმატებულები ვართ ვეზიზღებით თუ ლუზერები ვართ დაგვრჩინიან თუ თამამები ვართ ბრაზდებიან და ასე შემდეგ მე არ ვიცი ხა ქალი მიდის გახთილით ანზეთ არაფერი არა ხო რექტორი ალტესი და ასე იზი არის ლექტორი აუ რა დასწრება ექნება ამას ლექციაზე იქით არის ესე იგი ილიაუში არის ქავთარაძე მე მგონი იმას აქვს მაგარი დასწრება ეს ამასაც კაი დასწრება ექნება ესე იგი სტუდენტები რომ მოიზიოდონ ჩახტილები და გახტილები დადიან ამ იმებზე ლექციებზე ნაკოლკიანი და გავიცი მე არ ვიცი შვილო ბორდელია ეს უნივერსიტეტი თუ სასწავლო დაწესებულება ვეღარ გავიგე მე უკვე რა ესე იგი უნივერსიტეტებში თუ ამ პარამეტრებით იღებენ იმას მაშინ დააწერეთ როენას სახელობის ბორდელი და ესე იგი იმ ქალის უკტაყოფაც იქნება მთელი ცხოვრება ამ დარგს ემსახურა და ესე იგი ასევე იქნება ვიღაცების მაცას მოისხამთ რა როენას სახელობის უნივერსიტეტი ხო არა იმიტომ რომ არ ვიცი რა ასწავლული ეხა ამან რა უნდა ასწავლოს ბავშვს ერთი მითხარით რო შეყვან ეხა ის ბავშვი რაღაცა შევა ამის თავში რა მე კაცო ამას უნდა შეხედოს თუ იმა ვერ გავიგე ან დრესკოდი არ არსებობს ან რაღაც არ არსებობს ამას დრესკოდი აქ მირტყმულია არა მირტყმულია თუ მორტყმულია მე არ ვიცი მაგრამ კარგად კი არის შეყანყალებული და არ ვიცი ის ასწავლულია არა ბაია პატარაიას მაგალითად ჯობია ეს შეყანყალებული კიდე საკითხავია მე უფრო ბაია მომწონს იმათე რომ გითხრა არ ვიცი არ დაობენ გემოვნებაზე არ დაობენ ჩემი აზრით შეყანყალებულები არიან არა სასწაულერა ეხა იმ დღეს კიდე აი რა ჩვენ გარემოში ამას რა უნდა ლექციაზე ამ ავატყოფს რა ეს არის ავადმყოფი კაცო არა რა უნდა წაიკითხოს ეგ მაი ეს არის ამორალი ლაპარაკს დაიწყებს ბატონო თვითონ აი ლაპარაკს დაიწყებს ლექციაზე რაზე უნდა ისაუბრო ამორძალები არის ხო აი რაზე უნდა ისაუბროს აი ხა თქვენ ეხა გეცინებათ ამას გააუპატიურებენ ლექციაზე ეგ უნდა მაგასაც იმისი არ იყოს ეხლა აი ერთხელ ესე იგი მე არ ვიცი ესე იგი ერთ-ერთი ტელეგადაცემა იყო და თქვი რა გადავრჩე რომ ის მეთქი რა ქვია რატო არის მეთქი ეს ქალი ასე მეთქი გახთილი და ვიღაცას მე ეწყინა კაცო თურმე რაღაც ახლო ყოფილა მის ადამიანი ხო და შვილო თუ ასე წqis ჩააცვით ამას ანახლობელი არა ყავს ანისა მე არ ვიცი ბოზებს რატო წაართვით უნიფორმა რა ვერ გავიგე გადრე განასხვავებდი ბოს პატიოსანი ქალისაგან იმითი რომ ის ცოტა რაღაცა სუბულ ყოფაქცევში რო იყო ეთყობოდა ეხლა გაიგე შენ რომელი ბოზია და რომელი ისა და მე ეჭრიან ქართველებს ერთი კარგი შემომეჭამა
შემომელახა, შემომეუპატიურა და ეხლა ესეთი ქალი, რომელიც ბოდიში შემოგეუპატიურება, ალბათ და მე იტყვე გამაუპატიურაო, იმიტომ რომ შემომეყანყალა. ხო და არ ვიცი, სასწაული არის, იმიტომ რომ ეხლა ბოდიში და თუ ადამიანს ეხლა ჩაუხტი გახტილი, ყველა არ ვიცი, მე იმპოტენტი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე მე მგონი და ეხლა მე აი სტუდიებში ეხლა მიდის განხილვა, აი სადამდე მივედით, ესე იგი ამორალურობა ხო უმაღლეს დონეზეა და ეხლა პატივისცემა, საერთოდ რაღაცა ქცევის კოდექსი, უფროსის პატივისცემა, განათლების მიმართ რაღაცა გარკვეულწილად დამოკიდებულება, მასწავლებლის მიმართ. აი ნათლად ჩანს აი ეგერ ამ პატარა სიუჟეტში, რომელიც მოამზადა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. აი მოусვირეთ ახლა. პედაგოგი რომ კლასში შემოდის, მოსწავლე ფეხზე არ უნდა ადგეს. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით? ანუ შემოდის და ფეხზე დგები. რატო? აბსოლუტურად. რატომ? რომელი პატივისცემის გამოხატულება საბჭოთა კავშირის დროს უხლებზე ბავშვების დაყენება იყო? სისტემური ჯოხების გადამტრევა იყო სისტემური. ძალიან დიდი ბოდიში ეხა საბჭოთა კავშირის დროინდელი განათლების რომანტიზებას აქ ვერ მოახდენს. შუფლება რა ვისაუბროთ, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა და მენტალიტეტი მოყვება დღევანდელობას. დედა ჩემს ან მამა ჩემს რომ მასწავლიდა, ის მასწავლებელი მე აღარ უნდა მასწავლო. აი წარმოგიდგენიათ ხალხო, ეხლა ეს ფეროტეტივი, მე არ ვიცი საერთოდ ვითომ ეროვნულობაზე დებენ თავს რაღაცა იქ ვიღაცებს ჩუქნიან ბინებს და აი ესეთი ტიპის გადაცემა. ხო, ეს არის ფეროტივი. ეხლა მე არ ვიცი, ეხლა იცი რა, იმის მაგათ ეროვნული თემები იყოს რაღაც. აი მოიყვავს თუ ეხლა გასაგები განხილვა ხდება რაღაცა შეიძლება იქ სხვა აზრებიც არის, დემურიც იყო ის სხვა რამეს იტყოდა, მაგრამ აი არ ვიცი, ეხლა გამოდის გოგონა და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ესე იგიო ესო რატო უნდა წამოუდგეო მასწავლებელს ფეხზე. მეორე გამოდის ლაპარაკობს ეს, რომ ვინცო მეო ბავშვებს ასწავლიდაო, ის აღარ უნდა მასწავლიდესო. არა, ის უნდა გასწავლიდე თქვენ და ეხლა რომ ჩვენ წინა იმაში გვყავდა კლიპი რო იყო ის გახთილი და ჩახთილი და ტატუებით რო იყო, ის უფრო კარგად ასწავლის თქვენ შვილებს. ახალი ჯენზი თაობა. ხო, გასაგები ის სხვა რამეს ასწავლის, როგორც სხვაგან. და ეს კიდე თურმე ის ასაკოვანია, მაშინ დავხრიტოთ ეს პროფესორები. თურმე იმისი არ იყოს, ეხლა მონანიება გამახსენდა, ტოქშოპულო დედა ყავს, და აი ხო და დედა არა ყავთ, ეხლა თქვენი დედებს, ესე იგი, უნდა პარტივი არ აქვს, პირიქით გამოცდილებას ვერაფრით ვერ შეიძენ, რაც არ უნდა, ესე იგი, ოქსფორდი დაამთავრა და კემბრიჯი და გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც ხცოვნები არიან, თურმე უნდა გაყარო. მერე რა უბედურება ეს რა წესია ვიღაცა ბოდიში და გატიტლიკანებული იქ ზის, იქა ფეხები გადმოყრილი, ყველაფერი უჩანს და განიხილავს. ვითომ ეს ეხლა თანამედროვე სტილია, რომ იქ ეხლა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც აი ეს ყოფილა, ესე იგი, თანამედროვეობა და ეს ყოფილა თურმე რაღაცა გარკვეულწილად ის აზროვნება, რომლისკენ ჩვენ უნდა მივესწრაფოთ და ის საბჭოთა ყოფილა, გესმით? ესე იგი, ყველაფერი რაც ყოფილა ის ადრინდელი, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. თურმე მასწავლებელს პატივი არ უნდა ვცეთ. მე ერთი რამე ვიცი, ჩემი მასწავლებლების მიმართ, მე პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და მერე გადავედი საბურთალოზე. აი პატარები რო ვიყავით, ისეთი ღვაწლმოსილი და ისეთი საქვეყნო ცნობილი პედაგოგი გვასწავლიდა, ნინო ალავერდაშვილი, ის ტუალეტში თუ დადიოდა, ვერაფრით ვერ დავიჯერებდით ამას. ესე იგი, სასწაული პატივისცემა გქონდა მაშინ ჩვენ მასწავლებლების მიმართ და შემდეგაც ახლა დიდები რო გავიზარდეთ, კი ურევდით ხანდახან ზოგიერთ გაკვეთილს და შატალოზეც მივდიოდით. რაც ყველას გაუკეთებია, მაგრამ მასწავლებლის მიმართ პატივისცემა მაინც ყველას გქონდა და რო დავამთავრეთ სკოლა, მერე უკვე შეგვიყვარდა ჩვენი მასწავლებლები, იმიტომ რომ ჩვენ მასწავლებლებს ჩვენგან რა უნდოდათ? ის რომ გვესწავლა, მეტი ხო არაფერი არ უნდოდათ. რომ კარგად გვესწავლა, განათლებული ადამიანები გამოსულიყავით, წესიერები ყოფილიყავით და სამშობლოსთვისაც გვემსახურა და საკუთარი ოჯახით შეგვენახა. და ბევრ შემთხვევაში ჩვენმა მასწავლებლებმა ამას მიაღწიეს და ეხლა რა ხდება უბრალოდ ხდება განათლების მკვლელობა. ეს არის საშინელება, აი რაც ეხლა ვნახეთ ეს ვიღაცა ლექტორი რო ვაჩვენეთ, ბაია პატარაია გინდათ რომ თქვენი შვილების მასწავლებელი იყოს? აი მოკლეკაბით და იმ უბედურებით? თუ ვინ გინდათ, ვინ? ბაია პატარაია კიდე ახლა ამათთან შედარებით ყინტვისის ანგელოზი იყო, კაცო, ესენი რო გამოვიდნენ ახლა ეს ტიტველი ქალი, რა ვიცი, ვინ არის ეს ლექტორი თუ ვიღაცა, ეს ალტეს ლექტორი.
ეხლა ბატონოსო, იცით რა შეასაქმე? მთელი უბედურება, მე ბევრჯერ მithkoms ეს და კიდევ ერთხელ მიტყვი ამას არ მომერიდება რა. თქვენ ბრძანდებით განათლებული კაცი ხართ და ვიცი რომ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით. ნუ მე თქვენთან შედარებით ახალგაზრდა დოქტორი ვარ, მაგრამ აკადემიურ სფეროსთან მაქვს ურთიერთობა და სტუდენტები მყავს და ლექციებია და რაღაცა. დაღუპულია ქვეყანა გეუბნებით პირდაპირ ძვირფასო მეგობრებო, განათლების სისტემა სჭირდება ძირეული რეფორმა. ამას რა უნდა ლექციას ეკეთო? ეს უნდა დააყენო ცირკთან. ყოველგვარი გადაჭარ პირდაპირ გეუბნებით. ეს უნდა იდგეს ცირკთან. ამას რა უნდა ბავშვებთან? ამან ბავშვებს რა უნდა ასწავლოს? ეხლა ჩვენ აქ წეღან ხიარულობდით და როგორ შეიძლება ამას სერიოზულად სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, მაგრამ ეხლა სერიოზულად სრული სერიოზულობით მოგახსენეთ, ბავშვებო, მეგობრებო, ამას რა უნდა ბავშვებთან? როგორ შეიძლება ესეთი ჩაცმოლობით, ესეთი ტატუირებით ამ ნაკოლკებიანი ქალების ლექციაზე შეშვება? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა და თქვენ უყუროთ პირას ეს უნდა იყოს, მაგრამ მთელი უბედურება რა, თევზი თავიდან ყარსო, ნათქვამია. სანამ საქართველოს არ იქნება შეერთებული იმ დამღუპელ ბოლონიის პროცესს, რომელმაც დაღუპა ჩვენი განათლების სისტემა, რომელმაც დაღუპა ეროვნული განათლების სისტემა და ილია ჭავჭავაძის სახელით მოკალეს ილია ჭავჭავაძე ქართულ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტი ილია ჭავჭავაძე galaktemis რეფორმა, რომელიც წამოიწყო აი ამ კანალიზატორმა კახა ლომაიამ, რომელმაც ბავშვი ვერ დაწერა დაფაზე სამჯერ ვერ დაწერა დაფაზე სიტყვა ბავშვი და დაწერა ბაშვი. განათლების და მეცნიერების კანალიზატორმა კახა ლომაიამ და რომელიც მე სააკაშვილმა აღმატებულ რანგში აიყვანა და დანიშნა უშრობის საბჭოს მდივნად და თეთრი ეგრეთ წოდებული ბრონიჟილეტი, ჯავშანჟილეტით გამოგვეცხადა აგვისტოს ტრაგედიის დროს იქ როცა ქართული მიწები იკარგებოდა, ქართველი ბიჭების გვამებს ბუზები ეხვეოდა და ეს იმაში რა ქვია იგოეთთან გამოგვეცხადა თეთრი ბრონირებული ჟილეტით იქ ვითომ რაიმე წყვეტ და ეს ავადმყოფი და ესენი მოღალატეები არიან ჩვეულებრივი ესენი მუშაობდნენ მოსკოვის ქართულ წარმომადგენლობაში. მე არ ვიცი რა ეს მარინაკანი საერთოდ იცი რა ასეთი ადამიანების ეთერებში მოწვევაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის პროპაგანდა. ეხლა ცნობილი ადამიანი არ ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანი არის პატივსაცემი. ცნობილი შეიძლება პორნოვარსკვლავის იყო. კი ბატონო. და მე რა უნდა ბოდიშტებს ქნათ რა ქვია? ეგეთები უნდა გახდეთ. აი ხა ნახეთ ეხლა აი უარეს განახებთ, კაცო იქ კიდე რა იყო, აგერ შეხედეთ როგორი ლანძღები. გენო პეტრიაშვილო. შენგან განსხვავებით მე რო ბავშვობაში ბალეტის სკოლაში დავდიოდი და ვარჯიშობდი. კუნთებს რო ვამაგრებდი და დისციპლინას ვასწავლავდი. პარალელურად დედაჩემი გალობანი სინანული ისანის მასწავლებელი. გენო პეტრიაშვილს რო შეეხება ეს ადამიანი და რას გავს, აი რა არის ეს. მე არ ვიცი, იცით რა არის კიდე ერთ რამეს გეუბნებით, ახლა არავის ბოდიში არ მინდა შეურაცხყოფა, მაგრამ რაღაცა არსებობს. აი ხა თქვენ რო თქვით ბავშვები, აი კვირას მექნება გადაცემა სტავროპოლში ვიყავი, ესე იგი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტია, 40000 მეტი სტუდენტი არის. აი შემშურდა და ასე მეგონა მე ჩემს სკოლაში დავბრუნდი, ჩემს უნივერსიტეტში დავბრუნდი, ისეთი აი ბოდიში და წრფელი, ისეთი აი პატიოსანი, ისეთი აი განათლებული ახალგაზრდობა დავინახე, რომ აი ცასა და დედამიწას შორის არის განსხვავება ჩვენსა და რუსეთის განათლებას შორის. იმიტომ რომ ჯერ ყველა მოწესრიგე ვის დაინახავ ასეთი ფორმით რომ ისულიყოს რაღაცა და ეს არის საბჭოთა კავშირი მათთვის. ეს არის სიბნელე, რახან ადამიანი მორალისკენ, ადამიანი პატიოსნებისკენ არის მიდრეკილი, ეს არის ჩამორჩენილობა. ბნელეთი არის და მათთვის არის სვეტსკობა და მათთვის არის ევროპა, რომელსაც მიისწრაფიან. მაგალითად, აგერ აი ერთ-ერთი აი ხა წვეულება არის, შეხედეთ აი ეს არის ერთ-ერთი ცნობილი აი ხა რაღაცა შეკრება ჩატარდა ევროპაში და ნახეთ ეხლა აი მე რო ტყილა კი არ ვამბობ ბოზებს წაართვეს უნიფორმა. ნახეთ ეხლა როგორ აცვიათ დასავლეთში. ესე იგი აი მე ხშირად მინახე ეხლა რაღაცა მუსიკალური რაღაც ფესტივალები რო ტარდება, გამოდიან და აი ტრუსიკისავარ. ნახეთ ეხლა როგორ აცვიათ და მე თქვენ არ გაგიკვირდეთ თბილისის ქუჩებში რო აი ესე გამოჩნდნენ ქალბატონები. ნახეთ. You're in the back? Go, I'm in the back. Okay, I'll see you in a second. Thank you, babe. I just look back here, though. Yeah, perfect. Thank you.
მე არ გამიკვირდება ესე რომ გამოიაროს შემდგომ ბაია პატარაია ნაკალმა და შეიძლება იმ რა ქვია შემდგომში ნინო ლომჯარია არ მოუხდება არა არ მოუხდება თუ მოუხდება ეხლა მაგას არ უყურებ ეხლა მაგათ რა ეგ ნილოსის ნიანგს რო ჩააცო ეგა ის იქნება კაცო არა გეუნებით მე თქვენ აი ეს არის მათთვის ევროპა იქ რო ადამიანი მაგათ ულამაზესი გოგო იყო და მაგათ ეხლა რო ჩააცო ხო ეხლა მე ულამაზესი იყო მაგრამ ეხლა ესე სიარული სამართლია ნუ ახლა გასაგებია ვინც არის მეძავია და ეგ არის და მეძავი ეძახე და ეხლა უყურე თქვენ ეხლა იქ რუსეთში რო რაღაცა ადამიანს აცვიან ნორმალად ის ჩამორჩენილობა ერთი პიდარასტი კირკოროვი იყავთ აჩემებული აი რუსეთი ისა და მე არ ვიცი ჩადით იმ რუსეთში სავიზო რეჟიმი აღარ არის და ნახეთ თუ გაიარეთ ქუჩებში თუ ასე თვალში მოგხვდებათ ამდენი აღვირახსნილი ადამიანი და გამოვიდა იმ დღეს მაშინაც თქვი კაცო ეს ჩვენი ევროვიზიაზე რო გავიდა და სამარცხვინოთ რო დაასრულა თავისი ეს გამოსვლა ეს მარიამ შენგელია ტყილა ისქენი შვილო მასქენი იმ კონჩიტაზე ტყილა უჭერდი მხარს ესე იგი ეგონა რომ ამ კონჩიტას რო დაუჭერ ქულებს დამიწერინო აი ამ კონჩიტას შეიძლება ქართველი ქალი გამოვიდეს კონკურსზე და აი ეს ადამიანი ამ ადამიანზე თქვას ეს არის ჩემი კუმირი ეს მოსმენა მეტი აღარ გვინდა, იმიტომ რომ ეს უკვე საკმარისია და აი ამაზე რო იტყვი ადამიანი რომ ესო ჩემი რაღაცა შთაგონების წყარო არისო და თურმე მე პროტესტიც არ უნდა გქონდეს ამაზე გესმით რომ ჩვენ რო გავაკრიტიკეთ რატო აკრიტიკე ეგრე არ იქნება ეგრე არ იქნება ნათქვამი არა ბიჭო ეხლა ის არა მოვიგონე ჩვენ რა ნუ ეხლა ფაქტია რომ ვიღაცამ დაარიგა ეს გაშუაში ახლა შენ რო გითხრა წყალში გადახტიო არა ხო და მაგას ვამბობ არიგება სხვა მაგის ტვინიც არა ვიღაცამ დაარიგა გაშუაშია დაარიგე ხა რო უთხრა არა არა ვამართლებ ეხლა სხვა რამეს ვამბობ ვიღაცამ დაარიგა ვიღაცამ უთხრა რომ მოდი კონჩიტა შეაქე და იქნებ ჟიურის კეთილგანწყობილება მოიპოვო მაგრამ შვილო პატარა გოგო ხარ გონება ხო გაკ ამას ხო ტვინი არა ღმერთმა ხო ხო და ტვინი არა აქ და გააკეთა რაც უთხრეს და დაიწყეს მე საქართველოში მაგის ლანძღვა რაღაცა სიმპათია ქართველ მაყურებელს მარიამ შენგელიას მიმართ ქონდა და კონჩიტას ხება რო დაიწყო იმის მერე დაიწყეს ლანძღვა და არც იმ კონკურსანტების გული ვერ მოიგო მაგით არა მერეც საშინელება თქვა რო იცოდეთ მაგი რო გაეთქვა კიდე ვაპატიებდით მაგას მერე გამოვიდა იქ ხო სიმღერა ქონდა მაგას და საქართველო მე მიყვარ საქართველო სამშობლო ხო იმას ხშირად იმეორებს მაგტექში მერე ჩაწერეს ინტერვიუ და თქვენო აიო თქვენი სამიო ოცნებაო რაც გაქვთო ცხოვრებაშიო ამას კითხეს აი არ მომისმენია ხო და ეს იძახი ჩემი პირველი ოცნება არისო ფულიო მეორე ჯანმრთელობაო და მესამეო რაღაცა ოცნებების აღწერა თუ რაღაცაო. ანუ არც ერთ იმაზე სამ სურვილში, ბიჭო, შენ გამოდიხარ საქართველოს სახელი. მართლა რომ არ კონდეს ეს რა ქვია ოცნება სამშობლო და რაღაცა ოჯახი და მაინც არ უნდა. მაინც უნდა თქვა რომ ხალხს დაანახო როგორ გიყვარს მართლა ისა რა ქვია რა რომ მაინც ქვეყნის სახელით გამოდია. რა ფული, რა ჯანმრთელობა რა, ისა რაღაცა რა ქაჯობა რა თან ხითხითებს იმ იმაში რა. მაშინ რაღაც მღერი ხარ იქ სამშობლოზე მაინტერესებს. მე ახლა არ მინდა ახლა ისე გამომივიდეს პოპულისტობად და არ მინდა გამომივიდეს რაღაცა ცუდად მაგ ცუდ ტონალობაში. პირველი სანთეს რო ვანთებ ღმერთ შევთხოვ საქართველოს გაერთიანებას. აი ამას ვთხოვ. და შენ შედალოცვილო გამოდიხარ ახლა მე ჩემს თხოვნას ღმერთს ავთხოვ და ხმამაღლა არ ვიძახ რომ ამას იმიტომ ვიძახი და ყველა ესია მე ხო განსაკუთრებით თქვენ წეგრე ხარ დარწმუნებული ვარ და თითეული ქართველი ვინც კი რამეს შევთხოვთ ეს არის ქვეყნის გაერთიანება და მე მოდის ყველაფერი საქართველოს ხო და აი ამიტომ არის და ეხლა ჩვენ რო ვლაპარაკობთ აი ყველა მხრივ უყურეთ დევალვირებული ესე იგი ეს ახალგაზრდობა დევალვირებული და გაუნათლებელი ეს სტუდენტობა და ეს პროფესორ მასწავლებლები და ჟურნალისტები აი ხა იმ დღეს მიუვარდნენ მარიამ ლაშხს შვილებთან ერთად შეურაცხყოფა მიაყენეს პატარა მცირეწლოვანი ბავშვები არასრულწლოვნები იყვნენ კაფეში და შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მისდევ ჟურნალისტი ამ ფაქტთან დაკავშირებით და ერთი ნახეთ რა კითხვებს უსვამს ახლა აი ნახეთ შეხედეთ ესეთი რატომ გადაწყვეტეთ თქვენ მოგეწონათ რა ჩემს მოწონებაზე არ მოწონებაზე არა კითხავს რომ ისვავთ უკვე ესე იგი ლეგიტიმაციას აძლევთ მაგ საქციელს თქვენც უნდა დაგმოთ ეგ არა მე ნახეთ ბატონო მარიამი ამ ბავშვები არ იმყოფებოდნენ რომ აფრიანაშვილი არ ნუ ესე იგი კარგად არ გინახავთ კარგად ერთ მაგიდაზე ბავშვებს უჭირდებათ
კადრებში კარგად ნახავთ. რატომ გადაწყვეტეთ რომ არ უნდა მოხდეს იმის დაკანონება, რაც არც კულტურაში, არც მორალში, არც ზნეობაში და არაფერში არ წერია. იმის ვერ დააკანონება, შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს სამსახურში. აი რა უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება უნდა დააკარგოს. ადმინისტრაციული სამართალდამცავი არის ერთი შეხედვით. მე იურისტი არა ვარ, ჩემი როგორც მოქალაქის, ჩემი როგორც დედის, რომ იმ დღეს რაც მოხდა, სხვა დედებზე არ გამეორდეს, ამას რეაგირება მოყვეს. ჩემი როგორც პოლიტიკოსის. ქუჩაში რომ მოქალაქეები აწარმეს სიმდიდრეს რას ეთქოდეთ? მაგდებაც წარმოგიდგენია თქვენ, ეხლა ის ორი ადამიანი სხვათა შორის, ვინც ამ მის შვილებს შეურაცხყოფა მიაყენა და სხვათა შორის დაკავებული არის ადმინისტრაციული წესით, მაგრამ აი ჟურნალისტის კითხვა არ გაინტერესებს, ეკითხება რომ ესე იგი აიო თქვენო რატო ითხოვთ ამასო, ჯერ რატო არ უნდა მოვითხოვო, ეხლა შვილებს რო შეურაცხყოფას მიაყენებს და ფსიქიკას რო დააზიანებს და მე ეს გავსამ, აბაო იქო რო რაღაცაო ძალადობა, რა შუაშია შვილო, რა შუაშია შენ მართლა ბოდიში და გაუნათლებულო ხეპარე. შენ არ ვიცი შვილი ყავს თუ არა, მაგრამ შენ შვილებს რო შეურაცხყოფა მიაყენონ. რა შუაშია სხვა თემებზე გადასვლა ეხლა? შვილი ეყოლება ამას ვერატყობ ვინც არის კაცო? არა, მე არ ვიცი, მე პირობითად ვიძახე რა. შვილი არა ის ეყოლება კიდე ამას. ხო და არა. ვერატყობ ვინც არის, შუბლი არა, გაუგება. ხმის ტემზე ვერატყობ ვინ არის? არა, მე კი ვატყობ ყველაფერს, მაგრამ ერთი რამე არის, ეხლა წარმოგიდგენიათ, ადამიანს თურმე საკუთარი შვილების დაცვა არ უნდა ესეთი სურვილი არ უნდა გააჩნდეს და გადადის სხვა თემაზე და ის ორი ადამიანი, ის ორი ნაძირალა რომ დაიჭირეს სისხლის ადმინისტრაციული წესი დააკავეს, გამოვიდა ეს ქოფაკა ჟურნალისტები და უიმე გმირები და აქციები მოეწყო ილიაუნში. ეს გმირები გახარეს. ხო, ილიაუნში მოეწყო აქციები. ეს ილიაუნი არის ქართველი სოდომისტების ბუნაგი და ეგ უნდა დაინგრეს და დავანგრევთ ჩვენ მაგას რა, დაინგრევა ეგა. ეგრე იქნება მაგას მოვესწრებით ჩვენ ყველანი რა. ეგ არის ქართველი სოდომისტების ბუნაგი, ეს არის გარყვნილთა ჯოგის თავშეყრის ადგილი და ილიაუნი როგორც სოდომისტების ბუნაგი და სორო დაინგრევა და განადგურდება, იმიტომ რომ ეს არის ილიას უნივერსიტეტი და ილია ჭავჭავაძესთან არაფერი აქვს საერთო მას. ეს უნდა იყოს გია სურამელაშვილის სახელობის უნივერსიტეტი. ილია ჭავჭავაძესთან თქვენ საერთო არ აგაქვთ რა და ეგ უნივერსიტეტი როგორც ქართველი სოდომისტების და LGBT ჯოგის თავშეყრის ადგილი უნდა დაინგრეს და დაიშალოს და ჩვენ ამას მივაღწევთ აუცილებლად. მე არ ვიცი, გაკურვებული ვარ, აი როგორ მოხდა ყველაფრის დევალვაცია, რომ შვილებს რო შეურაცხყოფას მიაყენენ, დედას არ აქვს უფლება რომ შვილი დაიცვას. გესმით თქვენ? ნუ ბატონო ნიკოლოზ, ალბათ გახსოვთ თავიდან ეს საგანი რო შემოიღეს რაღაცა უნარები. მე მახსოვს დავინტერესდი. სამოქალაქო საზოგადოება. ხო, ნუ რაღაცა ეგეთი რა. დავინტერესდი ამ საკითხით, იმიტომ რომ ჩემი შვილები ამ დროს სკოლას ამთავრებდნენ ზუსტად და გამაოგნებელი რაღაცა ეწერა იქ, რომ მაგალითად მოხუცებული ამოვიდა ავტობუსში და ბავშვმა ადგილი უნდა დაუთმოს თუ არა. არ უნდა დაუთმოს. თურმე იმიტომ რომ მას ნაყიდი ქონია ბილეთი. და მე მახსოვს ბულგარეთში ვიყავი 15 წლის წინ და ვიჯექი ავტობუსში და ამოვიდა ფეხმძიმე ქალი, ბოშა, ციგანი. ავდექი და რა თქმა უნდა მაშინათვე ადგილი დაუთმე. არავინ არ უთმობდა ადგილს. როგორ მიყურებდნენ იცით ბულგარელები ზიზღით, იმიტომ რომ ბოშას დაუთმე ადგილი იქ. ბოშა ანუ ციგანი ადამიანად არ ითვლება. და გავგიჟდი მე ვთქვი, ნუ თუ საქართველოში როდისმე დადგება ესეთი მომენტი, რომ მამაკაცი ფეხმძიმე ქალს ტრანსპორტში ადგილს არ დაუთმობს მეთქი. და აქეთკენ მიყავთ ყველაფერი. და აი ბატონმა დიტომ კარგად უწოდა კანალიზატორი. მე სანტექნიკს ვეძახდი კახალომაიას, მაგრამ სანტექნიკი შეიძლება კაცი იყოს, ვაჟკაცი იყოს. კანალიზატორი კახალომაია, რომელიც დაასვეს განათლების და მეცნიერების მინისტრად, რომელმაც ბავშვი ვერ დაწერა. შემდეგ როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა, ყველაფერი გააკეთა, რომ დაინგრია განათლება. დაინგრია მეცნიერება, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტები გაეყიდა და შიგნით ბორდელები და კაზინოები გაეხსნა. და შემდეგ ომის დროს გამოქვეყნდა გენერალ ბორისოვის ინტერვიუ კი არა, მემუარები,
სადაც წერია რომ ჩვენ არ ვაპირებდით ახალგორში შესვლასო საქართველოს უშიშროების საბჭოს დივანმა კახა ლომაიამ კატეგორიულად მოგთხოვა რომ რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო ახალგორში აი ესეთი სამშობლოს გამყიდველობა მეტი ხო არაფერი არ არის აი რაც ახლა ვთქვი სამშობლოს გამყიდველი კანალიზატორი იყო განათლების და მეცნიერების მინისტრი და ანგრია და ჯერჯერობით ბოლომდე კი ვერ დაანგრია, მაგრამ დაანგრევის პირას არის მისული ჩვენი განათლება. ფული ქონდა დასაღები რა. რა თქმა უნდა. იქ იყო გარიგება, რომ რაც შეიძლება მეტი ლტოლვილი იქნებოდა, დევნილი იქნებოდა ქართველი. დახოცილი რაც შეიძლება მეტი უნდა ყოფილიყო, კი. მეტი უნდა ყოფილიყვნენ და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ამ კომისიას. თავი არ გაიმასხარაოთ და მიიღეთ გადაწყვეტილება და შესაბამისი ინსტრუქციები. ქვეყანამ დაკარგა უზარმაზარი ტერიტორიები. საქართველოს აი ესეთ დროის მცირე მონაკვეთში ამოდენა ტერიტორიები რო დაეკარგა, ისტორიის ლაბირინთებში ჩვენ ისე გავქრებოდით და დავიშლებოდით როგორც ბერთოლეს მარილი. ამიტომ კეთილი ინებეთ და იმ კონკრეტულ სამხედრო დამნაშავეებს, იმ მოღალატეებს, რომლებსაც უნდა გაეცათ შესაბამისი ბრძანება ახალგორის რაიონის, კოდორის ხეობის ცხინვალის დიდი და პატარა ლიახვის ხეობების დატოვების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და არ გასცეს ეს ბრძანებები, იმიტომ რომ სხვერპლი უნდათ ყოფილიყო მიზანმიმართულად გაკეთდა ეს ყველაფერი, რათა მე გამოსულიყვნენ ფულები ჩაეჯიბათ ის გრანტები და დახმარებები და ტრანშები და უბედურებები და რაც ჩაიჯიბეს კიდევაც 5 მილიარდ დოლარზეა ლაპარაკი, აქედან 1,5 მილიარდ 2 მილიარდამდე მოახმარეს იმ ნესტიან რაღაცა აი ამ იმას რა ქვია ფუქსებს რომელიც აუშენეს ამ საწოდავ დენილებს დანარჩენი წავიდა ადეიშვილის, სააკაშვილის და მერაბიშვილის და ახალაიების ჯიბეში. და გეზერაშვილის ჯიბეში. და შორის დანუკა ჟორჟოლიადემაც იხეი რა აგერ ეხლა აგერ რო ვთქვი მე შემეშალა აბუდაბიში კი არა თურმე კორეაში იმყოფება ოფიციალური მილიონერები აი ნახეთ აგერ ამანაც იშოვა იმ რეპრესიებიდან ფული ესე იგი არ ვიცი ჯერ საჭმელი როგორი არ დაგვიწყე მაგრამ ამ ხალხზე მანჩი ერთი სიამოვნება ესე იგი არ ვიცი ჯერ დიდი სიამოვნება არის ხა იმ ასე იგი რა ვიცი აი ესეც არის ქაჯობა ვის ახარბებს შედალოცვილო იმ საჭმელიც ანიმითი ხალხი აი ეს არის პროვინციალიზმი ესე იგი ადამიანებს ეუნებიან აი სად მე მასე ვარ მე 23 სართულზე უყურებ იქ ხედით იმას და რა გინდა მაგითი რო თქვა ეხლა რას ეუნები საზოგადოებას რომ შენ ჭამ გულაობ და აი სხვა არ არის მაგ დღეში ეს სიქაჯე რა უდიდესი ქართველი მოაზროვნეების 99% არც ერთი არ იყო თბილისელი. რომელი იყო თბილისელი? ერთი აკაკი იყო თბილისელი, ილია ჭავჭავაძე იყო თბილისელი, შალვან უცუბიძე იყო თბილისელი. არა, ხო და მაგას ვამბობ, მე ერთი წუთით საითკენ მიმყავს საუბარი. კონსტანტინე გამსახურდია იყო, აკაკი შანიძე იყო, შალვან უცუბიძე იყო, პავლე ინგოროყვა იყო, თუ ვინ იყო ერთ თბილისელი? თუ ვინ იყო? აი მე არ ვიცი ახლა ერთი გურამ ჩეულიშვილი იყოს თბილისელი აცხოროს ღმერთმა მისი სული, თორე უდიდესები გოგლა ლეონიძიდან, რა ვიცი, ვინც მაგსენდება, მიხეილ ჯავახიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ვინ იყო თბილისელი? თბილისში ისმოდა კინტოებისა და მეკურტუმეების ენა და აი ამ ხალხმა გააქართველა თბილისი, გააქართულა თბილისი და დააწყებინა ქართულად ლაპარაკი. და აი ამათი გაგებით ილია აკაკი, შალვან უცუბიძე და რა ვიცი, ყველანი დანარჩენი აკაკი შანიძე და ყველანი პროვინციელები არიან. მაგრამ განსხვავება დიდია პროვინციალსა და პროვინციალს შორის. შეიძლება ადამიანი იყო ჩამოსული რეგიონიდან და თბილისში მერე გაიკეთო კარიერა და გახდე უდიდესი ქართველი და უდიდესი მოღვაწე და უდიდესი შემოქმედი და გულშემატკივარი შენიერისა და ქალაქელკაცად იქცე კარგი გაგებით, მაგრამ შეიძლება დაიბადო შუა რუსთაველის პროსპექტზე და მთელი ცხოვრება დარჩე ქაჯად და პროვინციალად. აი ეს ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი არის წყალტუბოელი გოგო, რომელმაც თავისი აი ამ ზაკრობით, თავისი მახინაციებით იმას გაყვა, მერე გაეყარა, მერე ამას შეეყარა, მერე ამას გამოეყარა. იშოვა უზარმაზარი ფული. ოფიციალური მილიონერები არიან. ეს დამნაშავე ოჯახი, კოდუების ოჯახი.
დამნაშავე ოჯახი. ეხლა გამოდის თქვენი თქმის არ იყოს იქ კორეაში ავიდა, კოშკში ავიდა, თუ რაზეც ავიდა, ეხლა ნანუკა ჟორჟოლიანი რაზეც გინდა ავიდეს, ის უკვე ასულია, ჩამოსულია და ახლა ჩვენ აღარ გვინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი. რაც გინდა გადაიღო ნანუკა. რაც გინდა გადმოიღო და რაზეც გინდა აცოცდე და რაზეც გინდა ასრიალდე და ჩამოსრიალდე. შენ ახალ პროვინციალი, შენ ახალ კაჯი და უწიგნური. ქალი რო იმას დაწერს სოციალურ ქსელებში რომ თურქეთმაო საქართველოსო რომელი ტერიტორიები წართვაო. აი ახლა ის ვინ არის გეუბნებ, გეკითხებით რა. ბატონ სოსო, განათლებული კაცი ხარ, ბატონ ნიკოლოზ. ხო და აი ამას ვამბობ. ციგნი კი არა, ბროშურა არა აქვს წაკითხული, ბროშურა. კაჯები არიან. აი ხო გამოჩნდა ახლა ლაშა ბუღაძის ინგლისური. ხო გამოჩნდა რა. ეხლა მაგას აი ინგლისური თავმოყვარე კაცი ახლა აი ამას ჩაიდენ და ეხლა როცა ენა არ ვიცი როცა ენა არ ვიცი ეხლა არც იტალიური ვიცი არ ფრანგული ვიცი და არც არაბული რომელიმე ენაზე ეხლა ტექსტი რო შემიდგინონ და მითხრა რომ წაიკითხავ რატო წავიკითხავ თავს რატო მოვიჭრი მაგრამ არიან სამარცხვინონი და ეს არის სწორედ ამათი პროვინციალიზმი ეს არის ამათი პროვინციალიზმი აი ახლა მე ერთი რამე ვინავრ რომელიც დააბოტებს შუა რუსთაველს ეს ონისე ცხადაძე რო გმირად გამოაცხადეს კიდე სკოლებში დადიოდა ბავშვები მიყავდა მიტინგებზე და ეს არის რაღაცა გმირად იქნა შერაცხული ეს ადამიანი და მაგისი ძმაც ესე გარეთ აქტიურობს ეს სანდრო ცხათაძე ესე რა დედამშობაო ესე იგი მე არ ვიცი ერთი ნორმალური შვილი მაინც ყოფილიყო დედასთვის ისა და რაღაცა ნუგეში მაინც იქდებოდა და გამოდის ტელეეთერებში მე არ ვიცი ამ კაცს რა დამსახურებით და რისთვის იწვევენ ამ სტუდიებში აი ესეთი სისულელეები რო აფქვიოს აი ნახეთ ეხლა აი აბუაჩემი აგინა და ბებიაჩემს დედის ნაღველას მე მყავდა 95 წლის აი ბებია მყავდა აი ყველგან დაგყავდა ამ ბებიას შეეძლო ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს გაეკუებინა თბილისში ბათუმში და ქუთაისში ბავშვები ამას აკეთებენ თავისი და მე ბავშვებო გუშინში მე რა ასულწლოვანი ძველი სარბეთკე ვიყიდე წამოძექი და ანძრიე მაგის დედას აუ ეს კაი იქნება დიდი პროჯექტი წარმოიდგინე ქალების სასქესო ორგანო არის საოცრება პიზდეთში დედის ყმაში შეპატრონმოწმოს იმ დღის დედა შევედ მაგ დღეს ავაფეთქებდი სცენას ესეთი ვარცხნობით იმიტომ გამოვედი რომ ვიდეო რო დაიდება და სოფელში ჩავალ ვინმესთან კონფლიქტი რომ მოგადგებით ბრატ ყველას ვიბადე თერჯოლაში გავიზარდე მაინც არა სოფელში რო იზრდები საწყენი იმიტომ რომ აი როცა არხოდში იზრდებიან შატილში მაგრამ აი თერჯოლაში რო იზრდები უფრო ზუსტად რო აგიხსნათ მე გავიზარდი ადგილას სადაც ვერავინ ვერ გეტყვის უნიტაზი რატო არ ჩარეცხება არ ვიცი ხა ეს კაცი როგორ ჩადის ამ თერჯოლაში საერთოდ ამ ამბების მერე და საერთოდ თერჯოლის სირცხვილია მე მგონი ეს ძმები ეს ვინ არის საერთოდ რა ხალხი გული აგერევა ეხა მე ძალიან თქვენ ხوار გონია ძალიან სიამოვნებას განვიცდი ამას რო გაყურები მაგრამ ეს არის ამათი გმირები ეს არის აი ამ ჯენზი თაობის გმირები დავით კლდიაშვილი დაიბადა და გაიგზავნა მე თქვა თერჯოლაში ეს ავადმყოფი მისი ძეგლი დგას თერჯოლაში დავით კლდიაშვილი დაიბადა შეკაჯო თერჯოლაში შე ავადმყოფო და შე უწიგნურო ნუ რა გეწოდო ახლა აი ახლა აქედან ტელევიზიიდან ბატონი გრიშას არ იყოს ხო არ გაგინებ მართლა ხო და ნუ არ ვიცი რა ნუ ესენი აი იმ თერჯოლებს რა უთხარი იქ ძალიან მაგარი ვაშკაცი ხალხი ცხოვრობს და ჩემი აჩიკო მაკარიძე და რა ვიცი ყველას დიდი სიყვარულით მივეცალმები და იმ თერჯოლებს რა უთხარი თუ ამას მართლა არ გასცენ პასუხი რა არ მინდა ხა რაც უნდა უყურო ესე იგი ამაყობს რომ ტუალეტს არ რეცხავ და ნუ რეცხავ ნურც კბილს გამოიწმინდა ნურც ხელს დაიბან აყროლებულ ხარ თავში გიხლია ქვა ჩვენას გვიყვებით ტელეეკრანი და სამარცხვი და ბებიამი ჩემიო სადაც და ბებია ჩემი კიდე არიდა თქვა სადაც მოუნდებოდა იქ იმაშვებოდა გაზებს ესენი არიან ითვლებიან ამ ლიდერებად ამ მოძრაობას მე გეუბნებით რომ ესენი არ არიან ქართველები რა იმერლები ცნობილი არიან თავისი ზრდილობით ჯერ კიდევ გრიგოლ ორბელიანმა თქვა კაი მიკა გავთარაძე ისეთი რაღაცა თქვა იმ მისმა ძმამ მიკა რომ კარი ხა ისიც აღარ არის იმერელი გადაჯიშებული ქართველი არ გინახიათ კაცო ეხა კაცმა თქვა მოყვა იმან გამოვიდა ამ ისა რა ქვია ნიკა გავთარაძის ძმა და პირდაპირ ეთერში მოყვა როგორ ქონდა რაღაცა ურთიერთობა კაცთან
კაცთან, ყოჩა. მიდაბი რაღაცა გაშვებულიც აქვს ეგა ყველაფერი. მასთან არ ვიცით მე თუ რაღაცა სისულელეები, რაღაცა ისეთი სცენა დადგა რომ მეო რაღაცა ნახეო და რაღაცა ვიღაცეები იქ იყვნენ რაღაცაო და ვიღაცეები შეუსწარიო და თუ შეუსწარა თვითონ რა უნდა და იქა ხდები? მეო შეუსწარიო, ავდექიო, ღამეო და ეს ნიკა ქავთარაძის და ვიღაცებს ერთმანეთთან ქონდათ ურთიერთობაო და რა ხალხში ტრიალებენ ხო ხდებით ეხლა ის ბუღაძე იძახდა მეო იქო ბარში მივედიო და ვიღაცებმა რაღაცა მაკაცებო და მამაკაცი მეც ეკვაო და ისე გავიღვიძო გაუპატიურებული ვიყავი ნუ არა რა ელაპარაკო ამ ადამიანებს არ ვიცი აი საშინდელებ ჯოჯოხეთის კუბში ვარ არ ვიცი როგორ არ ვიცით კაცო ესენი არიან კონჩიტები არა მაგრამ ყველაზე დიდი კონჩიტა მაინც აი აქ ამ სფეროში არის ის ადამიანი რომელსაც ესე იგი ვერ გააგდებინებ ამას რა ქვია გიტარას და ესე იგი დღე და ღამე იმით არის დაკავებული რომ როგორმე აი ეს ხალხი დააფინანსოს ეხლა გეტყვით მე ვიზეც ამაქვს საუბარი ეს ადამიანი რომელიც სულაძაღლებული ეგ არის ყველაფერი სოვაკი და აბანო თუბანი მე გამოვასახლეს უყველა უბანი ხალხად ყავებდი სახლებს ვარქმევდი მე როცა მიჭერდნენ პარტია შევქმენი და ვარქვილევო და ვიყიდე ესენი ანასალეკოს ჩემზე ამოსდით მზე უსუფა ბადრი კაზო გრიგოლი გარშემო მე მყავს 1000 ტრიკოლი და ფულის გამო სულს გაკიდიან Durvinski me mitsnors, კარგად იციან ეშმაკთა შევკრავ კოალიციას მარტივად გავდეხ რაც დამიფიცია ხელ ანაგლის სპორტი ვერა ვაშენე სივარ ახლა ვერ ვიშუშები არებს დევე პირველს კარგად დავაფინანსე იმედი მაქვს კარგად გამაბიარებს ნოდარი ინგა ვიკადიანა არც ერთი ვარგა ადამიანა და ფულის გამო სულს გაკიდიან სულს ეს არის შემთვის გონი ხარაგირი პოლიტიკაში ვის უნდა ბანკირი წამოდი ბანრი სხვაგან გაშოვნინე ფულს ეს არის ყველა იმ ურჯულო ქართველის ყველა ამ LGBT აქტივისტის დამფინანსებელი ეს ატარებს იმ ლიტერატურულ ფესტივალს საბას სადაც ესე იგი ხალხი გამოდის და ესე იგი სასქესო ორგანოებზე მებს ლექსებს და მოთხრობებს წერენ და მე აჯილდოვებენ მანდ ვინ არის მეგრელი როა რაგვარი ისა ვინც იმარჯვებს რა ქვია არა მაინტერესებს ის შამუგია ესე იგი არ ვიცი ხა დავინდობ მაყურებელს და იმის ლექსებს არ მოგასმენებ და მე არ ვიცი ამ ხელ აი შეიძლება თინეიჯერი და ბადრის სწავლობს მე მაგის არა თინეიჯერი შეიძლება რაღაც ახალგაზრდა არის და ბიჭო შეიძლება რაღაცა რასკნას რაღაცა შეცდეს მაგრამ ბიჭო ამ ასაკში რო კაცი იმას რაღაცნაირ გაჯენსდები და ამ ასაკში რო ორიენტაცია შეიცვლი არ გეკადრებათ ბატონო მამუკა თქვენ რა ვიცი LGBT მამუკა გახდით ბანკირი მამუკა და ბანკირი მამუკა გახდა LGBT მამუკა ეს არის რეალობა სახელს გადაიწერა ეს მამუკა მერაბ კოსტავას რო პალტო შემოახია და აბა ამისგან რა უნდა მოელოდო ამით ჩვენთვის გაკუთვნით რომ ამოიწურა ბატონიცემულო მეგობრებო ბატონი სოფო ჩადბერაშვილი ბატონი დიტო ჩურბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები დაგემშვიდობებით და ხვალ შეხვდებით უკვე ერთმანეთ 9 საათზე